სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. ჩვენ დავიწყე 75-მდე ნაწილი და ეს 2020 წლის 27 სექტემბერს იქნა ჩაწერილი. უფრო დიალოგიური რეჟიმი აქვს ამას, იმიტომ რომ ოსტინ დანკანს მიყავს ეს კითხვა-პასუხის სესია და რამოდენიმეს კიდევ წაიყვანს ამ კოვიდის პერიოდში. ეკლესია უკვე გახსნილი არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ლიმიტირებულია დასწრება ამ კითხვა-პასუხებზე და დაწერილ კითხვებს პასუხობენ. ეს თემა, რომელსაც ახლა განიხილავენ ეს კითხვა, ხომ ძალიან აქტუალური კითხვა, ეს ეხება ისრაელის კავშირს ეკლესიასთან და ამერიკასთან და ძალიან ბევრი აიგივებს, იცით ხომ ქრისტიანობაში ისრაელს ეკლესიასთან. და ადრეც ჯონ მაკარტურს ვთქვია, რომ ეს არ არის სწორი და ასევე ამერიკის როლი. ჯონ მაკარტურმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ამერიკა არ არის ბიბლიაში მოხსენებული და არც გამოცხადების წინში არ შეიძლება რაღაც პარალელების გავლება. არამედ ამერიკა ალბათ უფრო მეტად მოიაზრებაო იმ ევროპულ კავშირში, საიდანაც ანტიქრისტე გამოვა. ეს არის ჯონ მაკარტურის აზრი. და ძალიან ბევრი დღეს იცით ხომ, აი თვითონ ეს ჩარლი კირკიც, რომელიც ძალიან აქტიურად მონაწილეობდა ნაციონალური ქრისტიანობის ერთგვარი პროპაგანდისტი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა, რომ მე არა ვარ, მე ვარ ქრისტიანი, მე ვარ ნაციონალისტი. მაგრამ ყველანაირად მისი აქტივობა ზუსტად ამას გამოხატავდნენ, როცა აზავებს შენ ქრისტიანობას ნაციონალისტად, რასაც აკეთებს ალექსანდრე დუგინი, თუნდაც საქართველოში, მართლმადიდებლად, ეს არის შეზავება. და ყოველთვის იყენებს შენი და პრიორიტეტი არის ამერიკის დიდება, საქართველოს დიდება, რუსეთის დიდება, ან დიდების დაბრუნება, ან განდიდება, ხო? და იქ იხმარ შენ ქრისტიანობას. ეს სრულიად განსხვავდება იმ ქრისტიანობისგან, რასაც პავლე ქადაგებს და პავლე არასოდეს არ იყო ისრაელიანი. აგი დაგმოკიდევაც, როცა პეტრემ ან ვინმემ ხომ ეს ტენდენციურობა გამოამჟღავნა ნაციონალისტური და დისტანცირება დაიწყო სხვა ადამიანებისაგან. ასევე არ შეიძლება ეკლესიის აღთქმების არევა ისრაელის აღთქმებთან. ამასაც აკეთებს ძალიან ბევრი და ეს შეცდომა არის და დღეს ჩვენ ამას ხედავთ. მაგრამ მინდა ერთი ტენდენციაზე შევაჩერო თქვენი ყურადღება, როგორც არასდროს ამერიკის ისტორიაში, რაც ევროპაში დიდი ხნის დაწყებული იყო, მუსლიმანური არაბული სამყაროსო ანტისემიტიზმი იგრძნობა უკვე ამერიკაში. ძალიან ძლიერად, იმიტომ რომ ინტერესები შენი ამერიკის არის, ბუნებრივია კითხვასოა, რა გვინდა ჩვენ ისრაელში. და ამას ნახეთ, ქართველებიც ბევრი ვერ ართმევენ თავს, რა თქვა პალესტინასთან მიმართებაში, ღაზასთან მიმართებაში და ეს ძალიან ბევრს უჭირს დღეს. რა პოზიცია დაიჭიროს, მთელი გაერო გაიყო, იცით. და ალბათ დონალდ ტრამპი ბოლო პრეზიდენტი იქნება, რომელიც მხარს უჭერს ისრაელს. და ესეც არის ბიბლიაში დაწერილი, ის მარტო დარჩება, შემდეგ ანტიქრისტე მოდის და სამშვიდობოს ის აძლევს ამას გარანტიებს, იმიტომ რომ მთელი სოფლიოც მის წინააღმდეგ იქნება. გახსოვთ ხომ, ესე შევა ილუზიაში ისრაელი და მიხვდება, რომ მე ეს თურმე ანტიქრისტე ყოფილა და არა მესია, რომელსაც ელოდებოდნენ. ესე რომ ძალიან ისეთ მომენტში ცხოვრობ ჩვენ ალბათ კაცობრიობის, სადაც ხედავთ ესეთ ცვლილებებს, იმიტომ რომ დღევანდელმა ციფროვმა ესეთმა დომინაციამ, ციფროვი მედიის დომინაციამ, ხო, ნახეთ რამდენი ინფორმაციები ChatGPT-ში ჩაწერ და ბევრ რაღაცებს ამოგიგდებს ახსე, Google-ში დაწერ ბევრ რაღაცებს ამოგიგდებს და ესე განათლდა ახალგაზრდები, გესმით? და ძალიან ბევრი უკვე ჩახედულია ბევრ საკითხებში და ბუნებრივია უკვე უნივერსიტეტებში მასში ტენდენცია უკვე დისტანცირებისა. თუ ჩარლი კირკიც დაიბნა ბოლოში და უკვე ნელ-ნელა დაიწყო დისტანცირება ისრაელის თემასთან დაკავშირებით. ასე მოვიდა ელონ მასკსაც. იმიტომ რომ გაიხლიჩები ჰუმანიზმი სხვა რამეს ამბობს, იმიტომ რომ ხედავ რომ ადამიანების ხოცვაში ლეტოა არის და აღარ იცი რა ქნა. ისე ძალიან ბევრმა ჩამოწერა ისრაელი როგორც ქრისტეს ჯვარზე გამკრავი ფაშისტებმა, რუსეთმა, მართლმადიდებლობამ, კათოლიციზმმა, იცით, მასიურად და ალბათ კათოლიციზმის გავლენა, რომელსაც ჩვენ ხედავთ აი ამ ტენდენციასთან დაკავშირებით ამერიკაში. როცა პროტესტანტიზმი უფრო დომინანტი იყო, ეს კითხვები არ ისმებოდა, ხომ? უპირობო და მხარდაჭერა იყო ისრაელის და ეხლა უკვე კათოლიციზმი ძალიან ძლიერდება, ტრამპის არჩევაშიც მათაც დიდი მონაწილეობა მიიღეს. და აქედან გამომდინარე ბუნებრივია უკვე კითხვებიც უკვე სხვანაირია, ხო? იმიტომ რომ მათი ინტერპრეტაცია ისრაელის მიმართ ძალიან განსხვავდება სხვა ინტერპრეტაციისაგან, იმიტომ რომ მათ გონიათ რომ ღმერთმა დაამთავრა და აღარ აინტერესებს ისრაელი, რომ ისრაელმა ამოწურა თავის მისია, მესია მოვიდა აქედან და მათ გააკრეს ჯვარზე. გესმით, ეს არ არის სწორი ამის გაგება. ამიტომ კიდევ ერთხელ მოусვინოთ ამ კითხვას, რა კავშირშია ისრაელი ეკლესიასთან და ამერიკასთან და რა პარალელებია ბიბლიაში მათ შორის. მოდით მოусვინოთ ოსტინი სვავს კითხვას პიროვნებისაგან.
და ამბობს რომ რამდენიმე ადამიანი ჩვენი ქვეყნის ისრაელთან ურთიერთობის შესახებ დასვა კითხვები ერთ-ერთმა მათგანმა მეორე ნეშტა მე-7 თავიდან მე-14 მუხლი მოიტანა თუ ჩემი ხალხი რომელიც ჩემი სახელით იწოდება მომიხმობს მე წავიკითხავ ამ ადგილს თლიანად ეს მეფეთა წიგნებში არ არის მოცემული იცით მეორე ნეშტა პირველი ნეშტა ეს გარკვეულწილად იუდა სამეფოს დაწვრილებით აღწერას ეხება და იქ მიმდინარე მოვლენებს და ეს არის სოლომონი როცა დაასრულებს ტაძარს იქ სოლომონი კითხულობს ლოცვას მეფეთა წიგნში ხო მესამე მეფეთა წიგნში მაგრამ აი აქ მეორე ნეშტაში უკვე არის ლაპარაკი ნახეთ ღმერთი რას ეტყვის სოლომონს დაასრულა სოლომონმა მე-11 მუხლიდან კითხულობ მე-7 თავი მეორე ნეშტა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და მეფის სასახლე და ყველაფერი ისი გაკეთება გულში ქონდა ჩადებული უფლის სახლისათვის და თავის სახლისათვის წარმატებით დააგვირგვინა ღამით უფალი გამოეცხადა იქ არ არის აი აქ არის ნახე ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაძილ სახლად თუ დავახშობ ცას რომ აღარ იწვიმოს ან კალიას უბრძანე ქვეყნის გადაჭრას ან შავჭირს მოვლენ ჩემ ხალხს და ჩემი ხალხი რომელიც ჩემი სახელით იწოდება ქეთს მოიდრეკს ილოცებს ჩემ სახელს მოძებნის და შემოbrunდება თავისი ბოროტი გზიდან მაშინ მოусმენ ზეციდან ცოდვას მიუტევებ და გამკურნან მათ მიწას აი აქედან იყო ამოჭრილი ის მუხლი ხომ თუ ჩემი ხალხი ჩემი სახელით მომიხმობსო მე-15 მუხლი თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოусვენ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვას ახლა ავირჩიე და გავწმინე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად გამუდვებით აქ იქნება ჩემი თვალი და გული თუ ივლი ჩემს წინაშე როგორც მამა შენი დავითი დადიოდა ყველაფერს შეასრულებ რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის დაიცავ ჩემ წესს და სამართალს მაშინ გავამტკიცებ შენ სამეფოს ტახტს როგორც დავითს მამაშენს აღუთქვი უთხარი არ დაგელევა მეთქი კაცი რომელიც იმეფეს ისრაელზე მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ და მიატოვებთ ჩემ წესებს და ბრძანებებს მე რომ მოგეცით წახვალ და სახურებას დაუწოთ უცხო ღმერთებს და თაყვანსებთ მათ მაშინ აღმოფხური მათ ჩემი მიწიდან მათთვის რომ აქვს მიცემული და ამ სახლს რომელიც ჩემი სახელისათვის გამწვინე მოვიშორებ ჩემი სახიდან და საიგავოდ და საქილიკოდ გავხდი ხალხთა შორის და ეს მოხდება იცით ბაბილონის დროს ბაბილონი რო შემოესევა და სოლომონი იცით მრავალი ცოლის მოყვანის შემდეგ მიიდრიკავს გულს განაცოლიანობის გამო უთხრა ღმერთმა უცხო ცოლებს ღმერთები კერპები დაუდგა და მათ დაუწყო თაყვანისცემა აი ამიტომ უნდა მიაქციოთ ყურადღება რატო თორე მანამდე წავდა მან თავიდანვე მოიყვანა ეს ცოლები და ხარჭები და ისინი მაგრამ მაგის გამო კი არ იყო როცა დაიწყო მოხუცებულობაში ასაკში რო შევიდა მათ ასიამონა უნდა და ესიამონებინა დაუდგა კერპები აი მაშინ იწყება მისი განდგომა და მე იცით რაც მოხდება სამეფოც გაიყოფა ოღონდ არა მისი ცოცხლში ხო რობოამი გახსოვთ ხომ ესე იგი რობოამი მისი ძე და იერობოამი მე დაეტაკებიან მისი ერთ-ერთი თანამშრომელი იყო რომელიც აუჯანყდება სოლომონს და ღმერთი წინასწარმეტყველს გაუგზავნეს რომ ესე მოხდება და 21-22-ში ესე ამბობს და ყველა ვინც კი ჩაულის ამ სახლს ერთდროს დიდებით მოსილს გაოცდება და იკითხავს ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს და იტყვიან რადგან მიატოვეს უფალი თავიანთი მამების ღმერთი რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და შეთვისენ უცხო ღმერთებს თაყვანს სცემდნენ და ემსახურებდნენ მათ ამის გამო მოუვლინა მათ ღმერთ უფალმა ყველა ეს ბოროტება და გახსოვთ ეს გაფრთხილება მოსესაც მიცა როცა ქანაანში შედიოდნენ მეორე რჯულში ეს ძალიან კარგად არის ჩამონათვალი ეს ყველაფერი ხომ რატო გააკეთებდა ღმერთი ამას და აი ამას ახლა აი ამ მე-14-ში რაც წავიკითხეთ ეს რა კავშირი აქვს ამას ამერიკასთან ეკლესიასთან და აგრძელებს ახლა კითხვის დამსველი ოსტინი ამბობს რომ ადამიანს ვინც დასვა ეს კითხვა მას სურდა სონო და რა კავშირი აქვს ამ ჩვენ ქვეყანასთან განსაკუთრებით გუშინდელი დიდი ლოცვის ცვლილების გათვალისწინებით ეს ამ დიდი ლოცვები იცით ხშირად ხდება ხოლმე ამერიკაში კოვიდის დროსაც ეს შეიკრიბა ხალხი და იყო დიდი ლოცვის ის ჩაატარეს ასევე მან ისაუბრა სხვა ადამიანმა ელექტრონული წელიდან რომ კითხა მსგავს რამეში მონაწილეობის შესახებ რომელიც შესაძლოა საეჭვო მასწავლებლები იყვნენ ჩართულიო და იცით ძალიან ხარიზმატული და პენტაკოსტელები ძალიან იყვნენ გააქტიურებული ეს პერიოდია ტრამპის მოსვლა ესენი ჩართულები არიან და აინტერესებთ ახლა ის ვინ ჯონ მაკარტურს უსმენთ სწორია ესეთ აქტივობაში ჩართვა სადაც ხედავ ჩვენ იმ საეჭვო მასწავლებლებს ძირითადად ეს ხარიზმატები კეთილდღეობის სახარების წარმომადგენლები ხო რას ფიქრობთ ასეთი მუხლების გამოყენებაზე ამერიკაზე და სამოქალაქო რელიგიის სხვა მაგალითებზე, რომლებიც ქრისტიანობასთან არის შერწყმული. ნახეთ აი ზუსტად იმას, რაც გითხარით, ესე იგი პოლიტიკის შერწყმა ქრისტიანობასთან. და ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, ნამდვილად დამაბნეველია
ეს მუხლი ისრაელს ეხება, თუ ჩემი ხალხი, ეს არის ჩემი აღთქმის ხალხი, აბრაამის შვილები, მაგრამ იქ გამოთქმული ჭეშმარიტება ყველასთვის, ან ნებისმიერი ხალხისთვის მართალია. თუ ჩემი ხალხი თავს დაინდალებს, ილოცებს, ჩემს სახელს მოძებნის, მე ციდან მოუბრუნდები და გამკურნა მათ მიწასო. ეს იყო ღმერთის მოწოდება აღთქმის ხალხისათვის და მათ მონანიებისაკენ მოუწოდნენ, მაგრამ ეს არაფრით განსხვავდება ღვთის მიერ ნებისმიერი ინდივიდის მოწოდებისაგან. არ არსებობს სხვა ერი, რომელსაც შეუძლია ღმერთთან აღთქმის ურთიერთობაზე პრეტენზიის გამოთქვა. ეს არის ღმერთთან ისტორიული აღთქმის ურთიერთობა. მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ნებისმიერ მოსახლეობაში, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფში, ადამიანთა ნებისმიერ ერთობლიობაში, თუ უფალი მოწყალე იქნებოდა და ყველა მონანიებისაკენ მიიყვანდა, ისინი მოიმკიდნენ იმ კურთხევებს, რასაც მონანიება მოიტანდა. ასე რომ პრინციპი ასეთია. მონანიებული ხალხი ღმერთის მიერ იქნება კურთხეული. მე მახსენდება ფსალმური 80 12-13 მუხლები 12-13 ამბობს ჯონ მაკარტუნი, მე მთლიანად მოგიყვანთ იმ ადგილს და ვფიქრობ შემიძლია პოვნა და ოსტინი დაეხმარება ოსტინს ახსოვს ეს და რომ ჩემი ხალხმა მომისმინოს, რომ ისრაელი ჩემი გზებით იაროს, ხო? ზუსტად ეუბნება ჯონ მაკარტური. რომ ჩემი ხალხმა მომისმინოს და ისევ საუბარი ისრაელზე, მაგრამ ეს ყველასათვის ჭეშმარიტება იქნებოდა და სიმართლე. ჩემმა ხალხმა რომ მოусმინოს ჩემს ხალხს ისრაელი არ დაემორჩილა, ამიტომ მე მივეცი ისინი მათი გულის სიჯიუთ, რათა ევლოთ თავიანთი ზრახვებით. ახლა მე წაგითხოვთ თლიანად ამ ადგილს მე-80 ფსალმურიდან, მერვე მუხლიდან. ისმინე ჩემო ხალხო, შენ წინააღმდეგ დავამოწებ ისრაელო თუ მომისმენ. არ იყოს შენში სხვა ღმერთი, თაყვანი არსე უცხო ღმერთს. მე ვარ უფალი შენი ღმერთი, შენი გამომყვანი ეგვიპტის ქვეყნიდან, პირი გააღე და მე აგივსებ მას. არ ისმინა ჩემმა ხალხმა ჩემი ხმა და არ დამემორჩილა ისრაელი. მეც მიუშვი ისინი, რომ ევლო თავიანთი გულის სიჯიუტით, იარონ თავიანთ ნებაზე. და მე-13 ნეტავ ჩემთვის მოესმინა ჩემს ხალხს და ჩემს გზაზე ევლო ისრაელს. მალე მოვდრიკავდი მათ მტრებს და მათ ჩაგვრელებზე ხელს აღმართავდი. ფეხქვეშ გაიგებოდნენ უფლის მოძულენი და ჟამი მათი სამარადისოდ გაგრძელებოდა. ნოყიერი ხორბლით გამოვკვებავდი, მათ და კლდის თაფლით გავაცხებდი. ხედავთ? და ფაქტია ამბობს ჯონ მაკარტური, ეს თითქმის ზუსტად ისეა, როგორც რომაელთა პირველ თავში. ყველა, ვინც არ დადის უფლის გზით, ყველა, ვინც არ უსმენს მას, როგორც რომაელში პირველია, ხო? რომ როდესაც იცნობდნენ ღმერთს, მაგრამ არ განადიდეს ღმერთი. ხედავთ? იგივე აქაც, ხომ? ნეტავ ჩემი ხალხმა მოისმინოს და ისრაელმა ჩემს გზაზე იაროს, რომ მე სწრაფად დაუმორჩილებდი მათ მტრებს და ხელს მიმართავდი მათ მოწინააღმდეგეს წინააღმდეგო. ხედავთ, რომ გაჭმევდით ხორბალს, გაძღობდით კლდის თაფლიდან და ეს არის ისრაელი. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ისრაელი, ეს არის ნებისმიერი ხალხი, რომელიც მონანიებით ცოდვისგან ღმერთს უბრუნდება. ახლა ეს არის მუხლები, რომელზეც ისტორიის განმავლობაში სურვილი ლიდერები ლოცულობდნენ აღორძინების კონოტაციით. რომ ღმერთს შეესრულებინა საქმე ხალხში, ეკლესიაში, ქალაქში ან ნებისმიერ ადგილზე. თუ თქვენ დაუბრუნდეთ და წაიკითხავთ უელსის, იცით უელსი ეს დიდ ბრიტანეთში შემავალი ეს არის სახელმწიფო აღორძინების შესახებ და ეს ერთ-ერთი რაზეც ისინი ლოცულობდნენ. დაპირებები იყო ისრაელისთვის, მაგრამ ეს არის დაპირებები ყველასთვის, ვინც ღვთისადმი მორჩილებით პასუხობს, რომ ისინი იცნობენ მის კურთხევას. და უსტენი და არსებობს თანამდები მოვლენები დიახ ისრაელსა და ეკლესიას შორის, მაგრამ ეს არ არის ჩანაცვლება და ამიტომაც არის საჭირო ამ დისკუსიაში ფრთხილად ჰერმენევტიკა ეხმარება დიალოგში შედის ჯონ მაკარტურთან უსტენი და მართლაც ეს ძალიან საფრთხილოა, ეს როგორც პარალელების გავლება, ასევე უარყოფაც, ხომ? და ჯონ მაკარტური პასუხობს დიახ, თქვენ ისრაელთან გაქვთ შემდეგი დაპირებები და აღთქმები. თქვენ გაქვთ მიწაზე დაპირება, მიწის კურთხევა, გაქვთ სამეფო, გაქვთ უსაფრთხოება. თქვენ სტრებზე აღთქმის ხალხთან, ისრაელთან, რათა ღმერთი იცავს და ინარჩუნებს მათ თავისი მომავალი საბოლოო გამომსყიდველი მიზნისათვის. ეკლესიის შემთხვევაში თქვენ ვერასოდეს ვერ ნახავთ დაპირებას, რომ უფალი აძლევს დაპირებას ეკლესიას ისე როგორც ისრაელს. რათა ღმერთის მიერ ისრაელში მიცემული დაპირებები მორწმუნეებსაც ეხებოდა და ურწმუნოებსაც. რადგან პავლე ამბობს რომაელთა წერილში, რომ მთელი ისრაელი არ არისო ისრაელი. არამედ რა? მორწმუნე. ვინც მორწმუნე იყო. ყველა ებრაელი არ ეკუთვნოდა ღმერთს სინამდვილეში. ისინი ძალიან ცოტანი იყვნენ, მაგრამ ღმერთმა მაინც ქონდა გეგმა ამ აღთქმის ხალხისათვის და სწორედ ამიტომ არიან ისინი ჯერ კიდევ ჩვენზე სახეზე. არავის ეს უპირობო აღთქმებზეა ლაპარაკი. არავის არასდროს შეხვედრია ხეთელი, იუბესეველი, ამორეველი, ხივიელი ან სხვა იეტელი, მაგრამ ჩვენ გვყავს ისრაელები. რატომ? რატომ არიან ისინი აქ ამ ერთგული
თვითმკვლელობის აბრამიდან მოყოლებული, იმიტომ რომ ღმერთს აქვს კიდე არ დაუსრულებია მათთან ურთიერთობა. იმიტომ რომ ღმერთმა ისინი მომავალი ხსნისათვის შეინარჩუნა. ამაზე ესაიას 53 თავი საუბრობს, რომ ისინი მიიღებენ აბრაამის დავისადმი მიცემულ დაპირებებს, როგორც გამოსყიდული ხალხი და მეემბოხეები განიწმინდებიან. მაგრამ სამეფოსა და მიწის შესახებ ასეთ დროებით დაპირება არასდროს მიცემულა ეკლესიას, როგორც ხალხის კრებულს. ეკლესიისთვის მხოლოდ ნამდვილ მორწმუნეებს, ჭეშმარიტ მორწმუნეებს აქვს დაპირებები. ხედავთ? და უსტინი კიდევ აგრძელებს დიალოგში, ასე რომ ეს პარალელები არ არის ნაციონალისტური, არა ჯონ, ისინი მორწმუნეებს ეხება. სწორედ ამიტომ ამბობს პეტრე თავის პირველ წერილში, მეორე თავში, თქვენ ხართ რჩეული ხალხი, სამეფო სამღვდელობა, წმინდა ერი, ღვთისკუთვნილი ხალხი. და ჯონ მაკარტური აგრძელებს, დიახ, ის ასევე განმარტავს თუ რატომ, იმიტომ რომ ჩვენ მისი ძვირფასი სისხლით ვართ ნაყედი, არა ვერცხლითა და ოქროთი, არამედ ქრისტეს სისხლითა ვართ გამოსყიდულნი. და ოსტინი აგრძელებს, სიბნელიდან საოცარ სინათლეში დაძახებულები. შეავსო. დიახ, მართალია, პასუხობს ჯონი და ესე ამოწურეს ეს თემა. სხვა ამ საკითხებზე შეგიძლიათ ბევრი ჯონ მაკარტურის ქართულად დევს, ბევრი კითხვები მოიძიოთ ამ თემასთან დაკავშირებით. კიდევ უფრო ფართედ. მადლობა მოსმენისათვის.